გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია 4 საათი და რა თქმა უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98.5 და კახეთში 102 და 3 და აუცილებლად რახანთან წინა საახალწლო ეთერები გვაქვს უკვე, უნდა თვალყური გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. ჯერ რა თქმა უნდა მინდა რომ გითხრათ ეს სხვა გადაცემაშიც აღნიშნე ჩვენის წინა საახალწლო და საახალწლო გადაცემების სპონსორია კომპანია ბადაგონი თავისი საოცარი ღვინოებით და დღეს წარმოგიდგენთ ახალ ცქრიალა ღვინოს Maestro Extras, რომელიც წარმოდგენილია ორი სახეობით, Maestro Extra Brut და Maestro Extra Brut Rose, რომელსაც დღეს გადაცემაში გავხსნით და დავაგემოვნებთ. და ეს საოცარი ცქრიალა ღვინოები ჯადოსნურს გახდის თქვენ ახალ წელს და საოცრად გაგიმრავალფეროვნებთ საახალწლო სუფრას. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ულამაზესი დღეს რაც მაცვია, მე ფეხზე ავდგები და კარგად დაგანახებთ, ეს ულამაზესი პიჯაკი და შარვალი ეკუთვნის ქართულ ბრენდ კაბას. რა ვიცი, ისე მომწონს აი ამ პიჯაკს ახლა მაგალითად როგორც გასასვლელად ჩავიცმევდი საღამოებზე, ისე მე მიყვარს ჯინსებზეც მოვირგებდი. ასევე შარვალს შევუხამებდი ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად პერანგებს, ჯემპს, როლინგს. რა ვიცი, აი საოცარი ხარისხიანი ბრენდია და ეს ხა რატომ დავიწყე ამ მოდულ ბრენდზე ლაპარაკი. უნდა ცოტა შესავალი გავაკეთო, იმიტომ როგორც იცით, ჩემი გადაცემა 50+ იყო განკუთვნილი მაინც უფრო თავის მოვლაზე და 50+ ქალბატონებისთვის, მაგრამ ჩვენი რადიო სივრცეს მშვენიერმა დირექტორმა, ჩემმა ქალბატონმა ეკამ ესეთი იდეა შემომთავაზა, რომ მოდიო მეორე გადაცემაც წაიყვანეო, რომელიც იქნება მოდაზე, ტენდენციებზე, სტილზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იცით რა, მე ცოტა მომერიდა, ეხლა სულ ეს ორი გადაცემა ერთ რადიოში, რა ვიცი, მე ვთქვი, ბევრი იქნება თქო. და მოდი შევანაცვლოთ, იყოს თქო, ერთი გადაცემა თავის მოვლაზე და რუტინაზე, მეორე კი იყოს მოდაზე და აი დღეს გადავწყვეტეთ, რომ ეს გადაცემა იყოს მოდაზე და ჩვენი პირველი სტუმარია არაჩვეულებრივი ქართული ბრენდი კაბა. და ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები არიან კაბას დირექტორი, შვენიერი გვანცა კვინტრაძე და მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ასევე ულამაზესი ემა კოკოხია. გამარჯობათ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, მოდაზე გადაცემის სტუმრები თქვენ ხართ და ჩამაცვით ესეთი სილამაზე. როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გვიხარია თუ მოგწონთ და პირველ რიგში გვიხარია რომ თქვენი ამ რუბრიკის პირველი სტუმრებიც ვართ ჩვენ ბრენდი კაბას ნახე. ძალიან დიდი მადლობა და პირველი შეკითხვა რაც ძალიან მაინტერესებს და ალბათ ჩვენს მსმენელსაც აინტერესებს, თუ აი საერთოდ საიდან მოვიდა ეს იდეა ამ ბრენდის შექმნის და რატომ ქვია კაბა, ესეთი მარტივი და კარგი სახელი. პირველ რიგში ვიტყვი რომ კაბას აქვს 29 წლის ისტორია, 29 წელია ეს ხაზი, ეს ბრენდი არსებობს, კაბას სახელით არის 15 წელია. დაიწყო ერთი საკერავი მანქანის ისტორიით, ქალბატონი ხათუნა ჯინჯარაძის კაბას დამფუძნებლის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა და რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცა წვლილი შეეტანა ქალების გაბედნიერებაში და აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ შეექმნა ისეთი სამოსი, რომელიც იქნებოდა თან კომფორტული, თან დახვეწილი, მინიმალისტური, სადა, როგორც ესე რომ ვთქვათ და თითოეულ ქალს მიანიჭებდა ბედნიერებას, თუნდაც იმ ხაზით, რომ უნდა ყოფილიყო ეს ტანსაცმელი აბსოლუტურად ქალის ასე ვთქვათ, სილუეტზე მორგებული, ანუ ის პატარა დეტალები, რომელიც შეიძლება გარეთვალიდან არ ჩანდეს, მაგრამ ჩვენ ქალბატონებს ჩვენში არ მოგწონდეს, აი ამ დისკომფორტების მომხსნელი უნდა ყოფილიყო ამავე დროს კაბას სამოსი. ასე დაიწყო ეს ისტორია, წლების მანძილზე გაიზარდა და რა თქმა უნდა, სახელი მოვიდა ზუსტად იქიდან, რომ როგორც კაბა გამოკვეთს ქალის სილუეტს და ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილია ქალის გარდერობში, ასევე თითოეული სამოსი, რომელიც ჩვენთან არის, უნდა იყოს ქალისთვის განსაკუთრებული მისი შინაგანი სამყაროს წარმომშენი და არა დამჭრდილველი. აქედან წამოვიდა ესე მარტივად კაბა. ეხა მე პირადად ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს თქვენი ტანსაცმელი. აი როგორ იქმნება? ერთი დიზაინერი გყავთ თუ დიზაინერების ჯგუფი მუშაობს ამ კოლექციის შექმნაზე? გიტყვით, პირველ რიგში მოგესალმებით მეც. კაბაში კოლექციების შექმნაზე მუშაობს ცალკე კრეატიული გუნდი, თანამედროვე მოდის ტენდენციების და ქართველი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კოლექციის დადასტურების დამტკიცების ეტაპია, თითოეულ დეტალს ვარჩევთ, ვაკვირდებით, რამდენად მოეწონება ჩვენს მომხმარებელს, ლოკალურად ტარდება კვლევები და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ზუსტად ის გამოდის აშკარაოზე ის კოლექცია, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება ყველაზე კომფორტული, სასურველი და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქალის გვერდით, ასე ვთქვათ, ეს იქნება ყოველდღიურობაში თუ სადღესასწაულო სამოსი. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, აი როგორ ახერხებთ ესეთი ხარისხის და ფასის ბალანს, იმიტომ რომ მე ვიტყოდი რომ თქვენ პროდუქციაზე ხარისხი ბევრად მაღალია ფასზე. აი ესე ვთქვათ რა, ესე შევადაროთ. და აი როგორ ახერხებთ რომ აი ეს ქსოვილები შემოგაქვთ თუ ადგილობრივით თუ აი როგორ ხერხდება ესეთი ბალანსი? უმეტესად ქსოვილების იმპორტი ხდება თურქეთიდან, შესაბამისად ჩვენი გუნდი ჩადის სპეციალურად არჩევს რომ ხარისხი დეტალურად შევისწავლოთ, იქ თქვათ პრინტი იქნება თუ ვიზუალი თუ ფერი, ანუ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით და ამის შემდეგ ამ ქსოვილებით ხდება მოდელების შექმნა. ფასს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ არსებულ ბაზარს თუ გადავხედავთ, ფასები ყველა მიმართულებით გაიზარდა, ეს არის როგორც ძალიან ხელმისაწვდომი ფასებია, ძალიან. როგორც ქსოვილი თვითონ რომელსაც ყიდულობთ, ასევე სახარჯი მასალა და ყველაფერი, აი მაქსიმალურად ისევ იქ ვართ რომ ქალები გავაბედნიეროთ, ისევ იქ ვართ რომ შეეძლოს ყველას რომ იყოს შეიძინოს და დახვეწილი და ხარისხიანი სამოსი, აქედან გამომდინარე, აი ძალიან ვცდილობთ რომ ჩვენი ფასი ამ ყველა გარემო ფაქტორების ზრდის მიუხედავად იყოს აბსოლუტურად შესაძლებელი რომ შეისყიდონ მომხმარებლებმა და არ გაიზარდოს და არ ავიდეს რაღაც სხვა ნიშნულებზე. რა კარგია და ეხა ცალკე კითხვათ უნდა დავსვათ, ჩემი გადაცემა 50+-ია. და აი ვთქვათ, აი რას რჩევებია ის 50+ ქალბატონებისთვის რა უნდა ჩაიცვან. ეხა რა ვიცი, მეც 50+ ვარ, მაგრამ ყველაფერს ვიხდენ, მაგრამ ხო არის რომ აი ვთქვათ ზოგიერთი ქალბატონი თავს იკავებს. აი რა რჩევებს მისცემდი? რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი კაბაში რაც არის, ეს არის რომ ყველა ასაკის მომხმარებლისთვის არის ჩვენთან სამოსი და ასე ვთქვათ შეარჩევს აუცილებლად ჩვენთან მოსული ქალბატონი, ეს იქნება 50+ თუ ნაკლებიც და 50+-ის ძალიან ისეთი კარგი მაგალითია ნათია, რომელთანაც ჩვენ ფოტოსესიაც გქონდა, პირადი კოლაბორაციებიც გქონდა ბრენდს და ძალიან ჩვენ თვითონაც აქტიურად ვცდილობთ ეს 50+ ქალბატონებისთვის მიწოდების ნაწილშიც ესე ხშირად გქონდეს აქცენტი და კომუნიკაცია იმ მიმართულებით, რომ კაბაში ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია შეიძინოს სამოსი. კი ბატონო, ეს იქნება არის must have ერთეულები ჩვენს კოლექციაში, რომელიც შეიძლება 25 წლის გოგომაც მოირგოს ყოველდღიურად ოფისში და გაცვია კაბა ჩვენ ხედავ ძალიან ლამაზი. მეც და გვანცაც. გვანცაც. ნათია პრინციპი ჩვენი სამეული კაბას ყველა ასაკის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, კაბას სამოში ვართ გამოწყობილები და ეს არის ძალიან დიდი შრომა, ასე ვთქვათ, ამაში ჩადებული და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბრენდისთვის ყველა ასაკის მომხმარებელი დააკმაყოფილოს. ეს იქნება
კლასიკური კაბები, მაგალითად საბაზისო ერთეულები, კონკრეტულად რაღაცა პიჯაკი, რომელიც ამ წუთას გვანცას აცვია, არის ჩვენი ბესტსელერი მოდელი, ძალიან პრაქტიკული, ყოველდღიურობაშიც ოფისის გამოსაყენებელი, საღამოსაც შეგვიძლია მოვირგოთ და მოვარგოთ ნებისმიერი მოვარგოთ ნებისმიერი ტიპის სამოს და ნამდვილად ესეც ჩანს, რომ 50+ ნაკლები ძალიან კარგად მოირგებს და გამოიყენებს. εμას ნათქვამს დავამატებ, რომ მთელი გუნდისთვის, ვინც კაბაში იღწვის, ასე ვთქვათ, ესენი არიან დაწყებული მკერავებით, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი როლი აქვთ დასრულებული, ვთქვათ, მაღაზიის ჩვენი წარმომადგენლებით, ყველა ვერთიანდებით იმ საერთო აზრის გარშემო, რომ კაბაში მთავარი ქალია. აქედან გამომდინარე, კი, ამიტომაც ქალბატონებისთვის არის. კი და ასაც არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი იპოვის თავისთვის შესაბამის. და კარგია, ნეცა ყველა ბრენდი ესე ზრუნავდეს ასაკობან ქალბატონებზე. თავარი აქცენტი მაინც ქალში არის ის შინაგანი სამყარო და განწყობა, რასაც ატარებს და ჩვენი სამოსი ამით აქცენტირებაში დაეხმარება და ვთქვათ, იმ თავარ ხაზს არ დააკარგვინებს ნებისმიერ მომხმარებელს. ეხლა მომხმარებელს ვუთხრათ, სად შეიძლება თქვენი ამ ულამაზესი სამოსის შეძენა? კი ბატონო, ამ წუთას კომპანია ბაზარზე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. ეს არის პეკინის ფილიალი, თბილისი მოლი, ბათუმი მოლი და ეხლა განსაკუთრებით რადგან ნათია ესეთი პიჯაკით გვყავს დღეს და საახალწლო ამბები გვაქვს. საახალწლო კაფსულა კოლექციაც გვაქვს წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი შეარჩევს თავისთვის სასურველს, ეს იქნება პიჯაკი, ორეული, კაბა, თლიანი თუ ასე შემდეგ და ასევე ულამაზესი პალტოებიც გაქვს. პალტოებიც ნამდვილად კი, ისეთ ერთ-ერთი ბესტსელერია უკვე ჩვენი პალტოები და ძალიან ისეთი დიდი გამოხმაურება მიპოვა ამ ჩვენმა მოდელებმა ბაზარზე. თვითონ კომპანიის გეგმების ნაწილშიც პრინციპში ჩვენმა მსმენელებმა რომ მოისმინონ, გვანცა კი, აი რა სიახლეებს გვთავაზობთ, ვთქვათ, ახალი წლის შემდეგ, ან უკვე ეხლა ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, აი ხა მინდოდა თან დამემატებინა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე გვაქვს 3 ფილიალი, თუმცა 2026-ში აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ კიდევ ჩვენი ფილიალების რადიუსი, ასე ვთქვათ, და იყოს როგორც ზუგდიდში, ასევე ქუთაისში, ანუ განიხილება ეს ქალაქები. ანუ საქართველოს მოიცა. არის ძალიან დიდი მოთხოვნა მომხმარებლისგან, განსაკუთრებით ზუგდიდში არის ძალიან დიდი ინტერესი და გვინდა რომ ჩვენც ხელი შეუწყოთ მათ სურვილებს და ასრულებას და ასე რომ მუშაობთ მაგ ნაწილზე. ასევე ექსპორტის მიმართულებით არის ძალიან საინტერესო სიახლეები კაბაში და რაც მთავარია და ყველაზე ისეთი ქართული მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება, ჩვენი რებრენდინგი დასრულდა. როგორც ბრენდის რებრენდინგი და ეხლა მუშაობთ აქტიურად ამ ყველაფრის გამოაშკარავებაზე და პირველი რაც ვთქვათ მომავალი წლიდან მომხმარებელს ელოდება ეს იქნება განახლებული ვიზუალი, განახლებული სივრცეები და ამასთანავე სხვადასხვა ფილიალების დამატება. უი რა კარგია. ძალიან კარგია. მივირთვათ ახლა მოდით ბადაგონის ექსტრა ბრუტი. წინასწარ უნდა მოგილოცოთ ახალი რა თქმა უნდა. დამდეგი ახალი და წელი. თქვენ ამ საოცარ გეგმებს უწარმატებას წინსვლას ვუსურვებ კაბას. თქვენს გადაცემასაც აუცილებლად მოგმესი მადლობა და აუცილებლად კიდევ უნდა დავიბრუნდეთ სიახლეებით. აუცილებლად 2026 წლისთვის ახალი ამბებით დაგიბრუნდებით. ახალი კოლექციებით, რომ დაგვახაროთ ქალბატონები, განსაკუთრებით 50+ ქალბატონები. აუცილებლად. ეს საოცარი როზე ძალიან გემრიელია. კი, საახალწლო სუფრას ნამდვილად მოახდება. ყვავილების არომატით კი და საოცარი გემო აქვს. და ნაზი გემო აქვს. კენკრის კი, გემრიელესი ეს ბადაგონის ახალი ცქრიალა ღვინო. ამას გადმოგცემთ საჩუქრად. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა. მადლობა. 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 და ფეხზე დავდგები. მადლობა ბადაგონს. ნახონ ეს ჩემი საოცარი პიჯაკი და შარვალი ორეული. ძალიან გიხდება ნათია. ულამაზესი, უკომფორტულესი. და დღეს უნდა მიბრძანდეთ და შეიძინოთ საახალწლოდ ესეთი სილამაზეები. ველით ყველა მომხმარებელს. კიდევ ერთი სიახლე მინდა დაგიანონსოთ. ანუ 30 და 31 დეკემბერს გვექნება საახალწლო გათამაშება
დილიდან, რა თქმა უნდა, გათამაშებული იქნება ეს საოცარი ცქრიალა ღვინოები და კიდევ უამრავი სიურპრიზები და უამრავი საჩუქრები გელოდებათ. ამიტომ თვალყური ადევნეთ ჩვენ გადაცემებს და რა თქმა უნდა, გვისმინეთ პირველ რიგში, რადგან მომდევნო გადაცემებში შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს, რომ პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ და მოიგოთ თქვენთვის საჩუქარი. და შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს, რადგან პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ და მოიგოთ საჩუქრები და გეტყვით გათამაშების დროებს. დღეისათვის სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ.